ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კალიგრაფიის კონკურსი გრძელდება. საკუთარი შესაძლებლობები ამჯერად შესარჩევი ტურის მეორე ეტაპის მონაწილეებმა მოსინჯეს. კალიგრაფიის კონკურსი უკვე მეოთხე წელია ტარდება და მასში დედაქალაქის სკოლების გარდა რეგიონების ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებები იღებენ. თუმცა როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, შეჯიბრში ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს და კანდიდატებს საშუალება აქვთ თავიანთი ხელწერის კულტურა თანაბარ კონკრეტულ პირობებში წარმოაჩინონ. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ თემაზე ლექცია სემინარების გამართვაც იგეგმება. კონკურსი ქართული კალიგრაფია ტარდება 2010 წლიდან მოყოლებული წელს უკვე მეოთხედ ატარებთ ამ კონკურსს. პირველად ჩატარდა 2010 წელს, უამრავ ნამუშევარს შემოვიდა, მაშინ რამდენიმე ტური ტარდება ხოლმე ამ კონკურსის ფარგლებში, პირველი, მეორე და მესამე ტური. ეხლა ტარდება მეორე ტური, რის შემდეგაც ჟიურის წევრები შეაფასებენ მეორე ტურის ნამუშევრებს და გადავიყვანთ საუკეთესო ნამუშევრებს უკვე მესამე ტურში. შეფასება მიდის უკვე ჟიურის წევრების მიერ ორი მოცემულობის მიხედვით. ერთი მოცემულობა თვითონ უნდა თავისი გემოვნებით, თავისი ხელწერით შეასრულონ, ხოლო მეორე კი ასლია ისტორიული სამართიდან და მათ ზუსტად უნდა შეასრულონ ისე როგორც შუა საუკუნეების გადამწერილი ასრულებდნენ. კალიგრაფიის კონკურსი ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა განათლების სამინისტროსთან ერთად 6 ნოემბერს გამოაცხადა და დაინტერესებულ პირებს დარეგისტრირება 2 კვირის განმავლობაში შეეძლოთ. შეჯიბრი 3 ეტაპად ტარდება. შესარჩევი ტურების დასრულების შემდეგ 22 და 23 დეკემბერს ფინალური შეხვედრა გაიმართება. იქამდე კი ორგანიზატორები მონაწილეთა საკმაოდ დიდ რაოდენობასა და მათი ხელწერის კულტურის მრავალფეროვნებაზე საუბრობენ. წლევანდელ კალიგრაფიის კონკურსში ტრადიციულად საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობას ამჟამად ვარ მეორე ტურში. აქ წერთ ლექს განთიადი, რომელიც ჩვენი ხელით უნდა შეგვესრულებინა და ვწერთ მეორე ნაწერს, რომელიც იგივე ძმაკად მოგვეწერა, როგორც აქ ეწერა. მე აზერბაიჯანელი ვარ, არმენიის მუნიციპალიტეტის აღმომადგენელი საჯარო სკოლასთან ვარ. ძალიან მე მხარია აქზე კალიგრაფიის კონკურსში პირველად ვარ და ძალიან მე მხარია. ამიტომაც ეს თემის პირველი არის და ეს ასე აქციებისთვის დღეგრძელებას ვიღებ მონაწილეობას კალიგრაფიის კონკურსში. ეს კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია კალიგრაფიის განვითარებისათვის. ვარ დაწყებითი კლასების პედაგოგი და ვუწევ პოპულარიზაციას სათოლო კალიგრაფიისა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონკურსი ჩვენთვის. როგორ გითხრათ, ჩემი საქმეა, რასაც ჩემი პროფესია, რასაც მე ვემსახურები. კალიგრაფიის კონკურსის მონაწილეებს შორის საუკეთესოებს წელსაც ჩვეულებისამებრ სპეციალური ჟიური შეარჩევს. 2014 წლის თებერვალში კი გამარჯვებულთა დაჯილდოვება და მათი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.